ჩვენი შემდგომი სტუმრები წარმოადგენენ რადიოლოგიის სესიას. ჩვენი სტუმარი არის ქართველი რადიოლოგი მაკა კეკელიძე, რომელიც ისაუბრებს PI-ს კლასიფიკაციაზე, რომელიც რადიოლოგებს ეხმარებათ გაიგონ არის თუ არა პროსტატის სხვადასხვა ტიპის დაზიანება ან მასები ავთვისებიანი და საჭიროებენ თუ არა ის შემდგომ კვლევებს. ჩვენი მეორე სტუმარი არის მაია რაჯინა, რომელიც ისაუბრებს ონკოლოგიის დარგში ულტრაბგერის გამოყენების ახალ მეთოდებზე. Გავატარო მაკა თქვენთან გადმოვალ პირველი შეკითხვით, როგორც უკვე ვისაუბრეთ, შესავალში ვახსენეთ, მინდა გკითხოთ, რომ ბევრი მამაკაცისთვის, როდესაც ისინი აღმოჩენენ PSA აქვთ მომატებული, ავტომატურად ნიშნავს, რომ ეს არის სიმსივნის რისკი და ძალიან შეშფოთებულები არიან და ღელავენ ამაზე. ჩვენი კითხვა არის, რომ MRI როგორ ეხმარება PI-RAD-ის კლასიფიკაციას, ასე ვთქვათ, და რა წვლილი აქვს, ასე ვთქვათ, ამ პროცესის მართვაში და დადგენაში. მადლობ შეკითხვისათვის. PI-RAD კლასიფიკაცია არის საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყო, პირველად 2012 წელს პირველად იყო, შემდეგ 2015-ში გამთავრდა და PI-RAD კლასიფიკაცია, რომელსაც ჩვენ ახლა სარგებლობთ, ეს არის 2019-ში ჩამოყალიბებული კლასიფიკაცია. და ეს არის კლასიფიკაცია, სადაც უროლოგებს ჯერათ და გვენდობიან, რომ ჩვენი დიაგნოზი არის სწორი და ისინი ეყნობიან ბიოპსიას ამ დიაგნოზს. PSA-ის მაღალი დონე ეს არის პირველი მაჩვენებელი, რასაც და არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ხშირად ეს არ არის მაჩვენებელი იმის, რომ აუცილებლად არის პროსტატის კიბო. თორე შეიძლება იყოს ამაღლებული კეთილთვისებიანი პროსტატიტის მაგალითად ანთებითი დაავადების დროს და ამაში სწორედ ძალიან გვეხმარება მაგნიტურასოდი ტომოგრაფია. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ PI-RAD-ს მეოთხე და მეხუთე სტადიები გავმოვდინოთ. ეს არის ის სტადიები, სადაც არის უტყუარად ნამდვილად არის სიმსივნე და სწორედ ამაზე მქონდა დღეს მოხსენება PI-RAD-ზე, რა არის მაგნიტოტომოგრაფიაში ამისი ნიშნები, როგორ შეგვიძლია ამ დიაგნოზის, იმიტომ რომ პირველი და მეორე PI-RAD-ს ეს არ არის საშიში მდგომარეობა, შეიძლება იყოს PSA მომატებული, მაგრამ ეს არის კეთილთვისებიანი მდგომარეობა. დიახ. ამაზე კითხვა რომ დავამატოთ, როცა საუბარი არის PI-RAD-ის კლასიფიკაციაზე, რეალურად რას ცვლის ეს პაციენტებისთვის? აქ არის საუბარი, რომ უფრო ადრეული დიაგნოსტირება ხდება თუ ამცირებს საჭიროებას ინვაზიური ბიოპსიების ან მკურნალობის. რა არის ეს მნიშვნელოვანი ასპექტები, რომელიც იცვლება ამ კლასიფიკაციის სწორი იმპლემენტაციით პაციენტის მკურნალობაში? ეს ძალიან კარგი შეკითხვა და სწორი შეკითხვაა, იმიტომ რომ რასაც განაპირობებს PI-RAD კლასიფიკაცია, ეს არის ტარგეტული, მიზანმიმართული ბიოპსიები, რომელსაც უროლოგები იყენებენ. ყოველ PI-RAD კლასიფიკაციამდე იყო გამოყენებული სისტემატური ბიოპსიები, რაც ნიშნავს, რომ მთლიანად მთელი პროსტატის ჯირკვლის დაფარვა ხდებოდა და იმის მიხედვით ჩვენ რა ინფორმაციას ვაწვევთ უროლოგებს, უკვე ხდება იმ ადგილის ბიოპსია, სადაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის მნიშვნელოვანი სიმსივნე. დიახ. და პატარა კითხვა ამაზე დავამატეთ, ასევე საქართველოში რამდენად ხდება ამისი იმპლემენტაცია თუ ამაზე აქვს ინფორმაცია? მაქვს ინფორმაცია და ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის, მე სწორედ ეს კითხვა დავსვი ჩემს აუდიტორიაში, რამდენი იყენებს საქართველოში, იყენებენ ძალიან ბევრი არა, მაგრამ ხდება გამოყენება, ჩვენ გვესწრებოდნენ ასევე უროლოგები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი რადიოლოგიის სესიისათვის და ეს არის ნამდვილად დანერგილი, რადიოლოგიის დონე ძალიან მაღალია საქართველოში, იყენებენ და აქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა უროლოგებთან, რომ ძალიან მიხარია, რომ საქართველოში არის შესაბამისი დონე. თქვენი გამოსვლის თემა დღეს ეხება მულტიპარამეტრულ ულტრაბგერის გამოყენებას რადიოლოგიაში და ონკოლოგიის სფეროში ამ მეთოდით აღმოჩნდა სიმსივნეების. რა ახალგაზრდობებს გვაძლევს ულტრაბგერის გამოყენება და რა ტიპის ონკოლოგიებში შეიძლება ის იყოს გამოყენებული დღესდღეობით? Multiparametric ultrasound is a new term. მულტიპარამეტრული ულტრაბგერითი კვლევა არ გულისხმობს მხოლოდ ნაცრისფერ გამოსახულებას, არამედ დამატებითი მეთოდების ჩართვას, მაგალითად მიკროსისხლძარღვების შეფასება, ქსოვილის ელასტიკურობის განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში კონტრასტით გაძლიერებულ ულტრაბგერით კვლევასაც. სწორედ ეს არის თანამედროვე ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის არსი. ზოგიერთ ონკოლოგიურ შემთხვევაში ულტრაბგერითი კვლევა შეიძლება ერთადერთი მეთოდიც კი იყოს, რომელიც დაადგენს, წარმონაქმნი კეთილთვისებიანია თუ ავთვისებიანი. ულტრაბგერით კვლევას ეფექტურად ვიყენებთ ბიოპსიის დაგეგმვისთვის. თუ ვიცით სიმსივნის რომელი ნაწილი მარაგდება ყველაზე მეტად სისხლით, ბიოპსია სწორედ იქიდან უნდა ავიღოთ, რაც უფრო ინფორმაციული ქსოვილის მიღების საშუალებას გვაძლევს, ვიდრე მხოლოდ სტანდარტული ულტრაბგერიthi გამოსახულების საფუძველზე აღებული ნიმუში. გარდა ამისა, თანამედროვე ულტრაბგერიthi ტექნოლოგიებით შესაძლებელია მკურნალობის ეფექტურობის შეფასება, დაავადების რეციდივის ადრეული აღმოჩენა და ადგილობრივი თერაპიებით, მაგალითად რადიოსიხშირული აბლაციით ან სხვა მინიმალური ინვაზიური ჩარევების შემდეგ დარჩენილი სიმსივნური ქსოვილის გამოვლენა.
რადიოლოგია არ არსებობს ტექნოლოგიების გარეშე. ხშირად პაციენტებს შეიძლება არ ესმოდეთ, რას გულისხმობს ეს ტექნოლოგიები. This is a very good aspect to it because ეს მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია. რადიოლოგი არის სპეციალისტი, რომელსაც ყველაზე ღრმა ცოდნა აქვს სამედიცინო გამოსახულების, ანატომიისა და პათოლოგიური პროცესების შესახებ. ამიტომ თანამედროვე რადიოლოგიის პირობებში მულტიპარამეტრული ულტრაბგერითი კვლევა შეიძლება ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი იყოს, თუმცა მისი შესაძლებლობები ყოველთვის რეალისტურად უნდა შეფასდეს. და ჩვენი ბოლო კითხვა, თუ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ულტრაბგერად დღესდღეობით გახდეს ერთგვარი ჩამნაცვლებელი სხვა ტიპის კვლევების, როგორც არის კატ, MRT და ასე შემდეგ და აი რომელი ტიპის სიმსივნეებში იყენებენ ყველაზე ხშირად? it is a very good concept. ეს ძალიან საინტერესო საკითხია. ზოგიერთ შემთხვევაში მულტიპარამეტრული ულტრაბგერითი კვლევა შეიძლება დამოუკიდებელ დიაგნოსტიკურ მეთოდადაც იქცეს. მაგალითად, კისრის არეში ფარისებრი ჯირკვლის კვანძების შეფასებისას ის გვეხმარება განსაზღვროთ, რომელ კვანძს სჭირდება მხოლოდ დაკვირვება, რომელს მკურნალობა და როდისაა აუცილებელი ბიოფსია ან ქირურგიული ჩარევა. ასევე ფართოდ გამოიყენება ღვიძლის ქრონიკული დაავადებების მონიტორინგისას, ჰეპატოცელულური კარცინომის და მეტასტაზური დაავადებების მეთვალყურეობის პროცესში. დღეს ონკოლოგია აღარ განიხილება მხოლოდ როგორც ფატალური დაავადება. მრავალი ფორმა უკვე ქრონიკულ დაავადებად იქცა და მოწინავე სტადიების შემთხვევაშიც კი პაციენტების მონიტორინგის შესაძლებლობა 7-10 წლის, ან უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ასეთ ხანგრძლივ მეთვალყურეობაში ულტრაბგერითი კვლევა განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან ამცირებს პაციენტის რადიაციულ დატვირთვას. თავიდან გვარიდებს კონტრასტული ნივთიერებების ხშირ გამოყენებას, ამიტომ იცავს თირკმელის ფუნქციას. შესაძლებელია განმეორებითი კვლევების უსაფრთხოდ ჩატარება. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი.